მოგესალმებით არხის გამომწერებო ილოცავთ ამდენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს დღეს ჩამოვედით წეროვანში როლანდისთან ერთად მოგესალმებით არხის გამომწერებო კაი ადამიანებთან ერთად კარგ მონადირესთან ერთად კარგ ქართველთან ერთად და ჩამოვიყვანეთ ჰონდო ჩამოვიყვანეთ ჰონდო იმისთვის რომ ნახოთ მინდორში რა შეუულია რასაკეთებს ამ მდგომარეობაშია იმის იმედი რომ დღეს ჩვენ ფრინველს შევიხვედრებთ და ჰონდო ნაბუდს გააკეთებს მაგის მოლოდინი არა გვაქვს შეიძლება გქონდეს ფრინველთა შეხვედრა მაგრამ გვაინტერესებს ძირითადად მინდორში რასაკეთებს რამდენად მორჩილია რამდენად აქვს კონტაქტი მე პატრონესთან დავაკვირდებით ამ სიტუაციას გადავიღებ მინდა ასევე გითხრათ რომ ვისაც ჰონდო არის ეხლა 1 წლის შარშანდელ სეზონზე ქონდა რამოდენიმე გასვლა სანადიროდ გასტროლის ხმის არეშინია მაგრამ აქვს დასახვეწი ბევრი რაღაცები რაც ნადირობისთვის დამაკმაყოფილებელია რა ასევე ვიტყვი იმას რომ ჰონდო იმის გარდა რომ დღეს მინდორში გავა დღეიდან ჩაერთვება ძალიან დიდ პროცესში რასაც ქვია წვრთნის პროცესში რომელიც მანამდე როლანდი ცოტა გაიარა ჩემი რეკომენდაციებით ქონდა რაღაც მუშაობები სახლის პირობებზე მაგრამ დღეიდან იქნება სკოლაში დიდი მადლობა Modern Dogs რომელმაც აიღო ეს პასუხისგებლობა და იმუშავებს ჰონდოსთან ამას რატო გეუბნებით რომ იმათთვის ვისაც გაქვთ იგივე სიტუაცია გაქვთ ახალგაზრდა ძაღლები ძალიან კონკრეტულად მინდა განასხვაოთ რომ თუ ძაღლი არ არის კარგად გაწვრთნილი თუ მინდორში არ გემორჩილება და არ აქვს თქვენთან კარგი კონტაქტი გაგიჭირდებათ იმ ძაღლის დაგეშვა რა ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორო ჩვენ დღეს ძაღლი არ ყავს გამოყვანილი დასაგეშად ყავს სანახავად ნახოთ რა მდგომარეობაშია რა ჭირდება რომელი ბრძანებები ექნება სასწავლი რომელი ბრძანებები ექნება დასამუშავებელი პარალელურად როგორც კი რაღაც ეტაპში თქვა 10 დღის მერე 1 კვირის მერე ჰონდო გამოვიყვანოთ ისე მინდორში სიტუაცია უფრო მეტი იქნება და პარალელურად ვეცდებით რომ ფრინველს შევახვედროთ ეს იმიტომ რომ სეზონისთვის უკვე ჰონდო იყოს გამართული როგორც გაწვრთნილი აუცილებლად ასევე უკვე დაგეშილი რომ სეზონზე ნორმალურად ინადიროს რა ეხლა როლანდი გეტყვის თავის ორ სიტყვას ჰონდოსთან დაკავშირებით როგორი მორჩილია როგორი რა წვნები გაქვს ჩატარებული მასთან ძირითადად ვარჯიშობდით ხოლმე ეზოს პირობებში სახლის პირობებში სწავლობდით დაჯექი დარჩი და გავს ბრძანებებს რომ მეტად მორჩილი ყოფილიყო მაგრამ გარეთ როგორც კი გამოდის ეს სუნები და ის სიმდონეზე აღაგზნებს რომ უკვე აღარ მემორჩილება რა ეს აქვს დასახვეწი ყველაფერი ზუსტად მაგის ხმა მინდოდა ანუ რასაც შეიძლება ძაღლი აკეთებდეს ჩვენ წინა ვიდეოებშიც ვამბობ რომ რასაც აკეთებს თქვა სახლის პირობებში ეზოს პირობებში და მე გაგდიხარ მინდორში და იგივე გააკეთოს გამორიცხული ამიტომ ეტაპობრივად უნდა მოხდეს ჯერ სახში ეზოში მერე ქუჩაში და მერე მოხდეს ბოლოს მინდორში გასვლა და გეშვა რა აი ესეთი ცეცხლი ძალიან მაგარი სისხლების ძაღლია ვიტყვი და აუცილებლად უნდა თქვა რომ არის იგა მეგუთნიშვილის სახსაშენიდან წინანდლის შუგა ამისი მამა ეს ცნობილი პოინტერი და მოკლედ სისხლები კარგია ვიზუალითაც კარგად გამოიყურება ძაღლი, მაგრამ პრობლემა გვაქვს ეს მორჩილება რა, რაც ყველაზე მთავარია. ამის გარდა გვაქვს ამბიცია რომ წელს ჰონდომ აიღოს საველე დიპლომი, ასევე გაიაროს ტანტესტი, რომ დართვაში მოხდეს მისი გაშვება, ასე რომ თქო გამოიწეროთ ჩემი არხი, გამოყო და ეტაპობრივად მოგაწვით რა მდგომარეობა იქნება ჰონდოსთან დაკავშირებით. დიდი მადლობა. დასვი ახანი მოითმინოს ახე საბელი აუშვი ოფსენ საყელოდ დაიჭირე არა საყელოდ დაიჭირე და იმ დასვი და მერე გაუშვი რა ჰონდო დაჯექი აი პირველი დღე ესეთ სიტუაცია სამამდე დათვალე და გაუშვი. გარჩი. ჩემთან. ულებრივია რა. ჰონდო. ჰონდო. ჩემთან.
მეტი აღარ დაუძახო. მოვიდეს ჩვენ დაიჭირე ყოჩა. კარგი ბიჭი, მოიფერე. სუპერ ბიჭი. აი, ყოჩა, შვენია. ჩემი ბიჭი, ეს რა გააკეთე, ბიჭო. კაი, გავუშვი. წავიდე. მაგრამ ნახტანი საკარათოა. ეხლა ძალიან ძნელია ამისთვის, რომ დასტვენაზე მოტრიალდეს რა, ჯერჯერობით, მაგრამ ეგეც გვინდა რომ აი ეგ არის, ნახე, რაღაც მანძილზე გავიდა, რომ გეუბნებოდი რომ კონტაქტი, ეხლა რაღაც მანძილზე უნდა გავიდეს. და მე მოვიდეს და ჩამოგიაროს რა შენთან. ამიტომ ჩვენ ძალიან წინ არ უნდა ვიაროთ. ეხლა ქარი როგორ აქვს? შენ კი ეს ხო, კარზე ეწყობა, აი კარგად მუშაობს. აი ხა ჩავდეთ ნელი. ოღონდ წინ არ ვიაროთ ამას, როგორც კი მივხვდება, რომ ჩვენ მაგასთან ახლოს ვიდით. როგორ? ჰონდო ჩემთან. ჩემთან. ნუ ხანი ძახი მეორედ მოდის რა. ოჩა, მოიფერე, დასვი ცოტა ხანი. მეორედ ნუ გეუბნები. ოჩა. მოიფერე. ყოჩა, ეხლა ეს კავშირი. წავიდე. მოდის ჩემთანზე ახლა. ხო, ნუ ეხლა ესე მოდის. ორივეჯერ შემთხვევით მოვიდა? არ არსებობს შანსი არა. აი გვინდა რა ეხლა ამ სიტუაციაში ეყოლება თაკუსაც რა. იმას იზამს გაუშვებს და უნდა მოვიდეს რა სასტვენზე რა. ყველა ეხლა სადაც არ უნდა გარბოდეს, მაგი 500 მეტრში რო გავა სასტვენის ხმა არ მიწდება რა, მაგრამ რა მანძილზეც მიწდება დაძახებულზე უნდა მოვიდეს რა. ეხლა თან ახლოსაა დაუძახებიდი. ჰონდო ჩემთან. ჩემთან. რაღაცა სუნია იყო და მაგიტო აიგნორეს, მაგრამ ეცადი რომ მოვიდეს. ყოჩა, კარგი. ყოჩა. აი, ჯე. ნახე, როდის დაუძახე ხო? ისე ვანდა იყო გარბის ხო? აზრი არ აქვს, ძალიან არის პოდიკონება გადაწყვეტში. აი როგორც კი ახლოს მოგიახლოვდება და იგზნობ რომ შენთან კონტაქტში არის, მაშინ დაუძახე. ეხლა დააკვირდე როგორც კი შენთან მოდის, ცალი-თვალით გიხურებს, აუცილებლად და უნდა გიხურებს რა. გაუშვა? გაუშვი. წავიდე მამა. არის დამდებიც არის და იქნება მოვა კონტაქტში რა. მე ხო იცი დაცუნა ვაკეთებინოს როგორც უნდა. ხარი ნახე რა კარგად ხარზე ლაგდება. ნახე ჩემთან. ნახე მოტრიალო. აი მეტი რა გავუძახო. ჩემთან. ჰონდო. მოდი ჩემთან. აღარ მოდი ჩემთან აღარ ხო? წერ მაგას არა. მოდია, ჰონდო. ახე მაგას აღარა, მაგას აღარა ნიშნულობა რა. შეიძლება თაგვის ჩვენ ამას შევ დაშლას ამ რაღაცებს დავანებოთ. შუა შემთხვევაში ესე ქეფას უნდა მოუშავეთ რა, უნდა დავანებოთ, რომ არაფერ შეიძლება რა. არა, დაანები თავი, წამ, ჰონდო. დავიდე. ოჩ, კარგი. დრო წაღებული გვაქვს. სულ დღეს ვატარებ დაახლოებით 25-30 წუთი, მაგრამ თუ ესე მორჩილებაში იყო და აი ეს ნორმალურია რა. ნორმალურია და რეაგირებს შენ დაძახებაზე, ხო? შეგვიძლია 30 წუთით ვატაროთ რა. ეხლა გაჩერდე, არ დაანებ თავი, უნდა გეძებოს, მაგრამ გაახსენდეს რომ შენ აკახა და წამოვიდეს შენსკენ რა. ეს თავარი გარო ამან ეხლა აიქეთ ხო რამდენი მინდვრები ამ არ წავიდეს და გადაყვეს რა. ეხლა უნდა მოტრიალდეს მაგწეს და წამოვიდეს შენსკენ რა. შედავ აი ეს გეძებს და ვერ გპოვოს და აი ფიქრობს რომ გიპოვოს ხო? მაშინ შეგვიძლია მივიღო და დაუძახო. ჰონდო ჩემთან. არ არის შორს მაგისთვის ნორმალ ამ ჯიშის ზაღლისთვის და ამ საიდანაც შეკავს ამოყვანილი მაგისთვის ნორმალურია რა. ნუ მიშინ მოვა.
ეგეც არის, ნახე მაგან უნდა იგზნოს ეხლა რომ შო მარტო არ არის რა და უნდა იცოდეს რომ შენ ხარ მაგასთან ერთად რა. ეგ ალთენ მუღამი რომ ამ ყველაფერს აკეთებდე შენთან ერთად და შენ გულისთვის რა. მოვა ნოგეში თოა დაიკეთე. როგორ ხარ ჩვენ მივახოდებით და დაუძახეთ ამ. ჰონდო დაგი ჰონდო ამისთვის უნდა სასტვენი რა რო ნახე წავიდა გაგშორდა და მოვიდა ჩვენიერია რა ყოიჩა კარგი მოდია ჰონდო ჩემთან დაგხედე ეხლა ეს ნახე რა შუა მოვიდა დაგხედე და დარწმუნდა რომ აქა ხარ და ისევნის მაგრამ მოიხმე შენთან აი ყოჩა ბიჭო ყოჩა შენ რა მაგარი ბიჭი ხარ აი გაუშ ავიდა ის ჩვენი რა კიდევ ისმინდა შენს როლან და ყველას რა რომ შევახსენო რომ თუ არ ხარ დარწმუნებული რომ მინდორში ფრინველი არ არის ესე გეშვის პერიოდში მინდორს ძაღლი არ უნდა გაიყვანო ეგ არის პირველი პირობა და მეორე უშუალო პირობა არის რომ ნიავი უნდა იყოს აუს ეხლა ძალიან კაი ნიავია დაუძახე ჰონდო ჩემთან ნახე სადაც ეგულებოდი ბოლოს იქეთ მიდიოდა მერე ნელენა დავიწყებ ზიგზაგზე სიარულს ჰონდო ჩემთან რო ზურგის მოტრიალებაზე სუნები აქ ეხლა მილიონის ამის გონებაშიც ახდება თაგვის სუნი ჩიტის სუნი ტურა გავლილი კალია ბალახი ყველაფრის სუნი ცემს და მის გონებაში ამდენი ინფორმაცია ჩემთან ბიჭო აგ ხო იცი რომ არ უნდა ნუ გაეძახი ხო ეგ გაბრაზება გაღიზიანებას აზრი არ აქვს ანუ ეგბრძანება არა აქვს ჯერ გამჯდარი არ აკეთებს მაგბრძანებას იდეალურად ამიტომ ტყილა ნერვის შოშას აზრი არ აქვს რა მე ხმას უწევ ტონს უწევ და ეს მიხდება რომ ამ მაღალ ტონზე უნდა ელაპარაკო რა თქმა უნდა სადაც წარი ნახე ეხლა უნდა გავჩერდე ჩვენ ამ ნახე ძახს არ უნდა მიაწვი რა რაც უფრო მისდევ და მინახა ის უფრო გადის და გადის პირიქით პარალელები უნდა დაალაგოს ამან ჩვენი აჰა ჩიტეზე ინტერესიც გამოიჩინა და მალევე უნდა დაანებოს თავი რა დაუძახე ახლა თუ შეიძლება ჰონდო ჩემთან რომ მოვიდეს ჰონდო ჩემთან არა უშ მე ეკვინდა რა ხონდა ვიცოდი ხო ეგ ახლა წარმოიდგინე აი კიდე სხვა დაინახა აუწყებს ჩიტებს ზევნას რა ეგ გულებრივია რა ეგეც უნდა იყოს ეგ ინტერესი რა просто ამ ჩიტებს არ უნდა გადაყოს და გდანში არ უნდა ჩავიდეს რა აი ძალიან შორს მიდის არ არის არა შო ეგ ნორმალურია რა ეს ანორმალურია ეხლა ამ ჩიტებთან ზევაში ხო ნელ-ნელა ეს წააწყდება წყერს და მე უნდა განასხვაოს რა ჰონდო ჩემთან მოვიდა ჩემთან დაჯე ჩვენი ახე ერთხელ ჩიც გამოიკიდება ერთხელ მერცხალს გამოიკიდება 10 ჯერ გამოიკიდება მე მიხვდება რომ ხო მაგას ხო არა უშავს ანუ მაგითო ეგ არის რა ეგ ჰონდო ამანდრო ჰონდო ჩემთან მოდი ჰონდო ჩემთან მოიქულა ის უჩხუბის თონში ხა და მასე დაჭი ნანები არ აი ნიგეში არსად არ წავა რა ეხა მაგი არის დი ვიყავ
კონტროლის ზონას არ უნდა გაცდეს რა, ეს ახლა ნორმალურია, პარალელით ნახე რა კარგად გადის. თლათ ახლა ზოგსკან არ უნდა წავიდეს, ხო ჯერ არეულია კონებაში და მოტრიალ ახლა დაგინახავს და უნდა წამოვიდეს აქ და წამოვიდეთ. წამოვიდეთ. ჰონდო ჩემთან. იმძახთან. ჰონდო აქ აი გეცეს ნახე. ჰონდო ჩემთან. და გეცეს. და როგორ თავი როგორაც ეგიდა და ეგა ძილე მოყავი რომ აი რაღაც მომენტში გაქცა მიხვდა რომ მე ახლა ეს გაიგაგი. ხო და გეღენა მიაჩვევა რა მაგითო არის ბაუნდა. ნაუნდა ჯერ და ახე რაღაცა იყო საცადე ნახე. ნახე როგორ უტრიალეს. მე რო ეს თქვენ ნახევარი ჩავარდნა არ მქონდა გაცილებით დამჯერი იქნებოდა ეს. არა უშავს. მაგითოა. აბა ეგრე იოლი რო იყოს ყველას მაგარი ძაღლი იქნებოდა და მაგითო არ იქნებოდა ბევრი ძაღლი ქუჩაში რა. რაღაც წახვდი ხო მე ვაფშე ესე შვები ხოლმე რა გავილიო და დრას ჩერდები. ო მწყერი არია. ხო თუ ამას ამის წაათ და ხო კაი. ახლა იქეთ მიდის. ნახე. მოუტრიალ და ნაბულზია. აკი მარტო. და ეს მოიცა. შევა გარვის მაღალახის დაბალია და ნახე როგორ იყო სამი ხვდი როგორ დაიწყო დამუშავება. დიდი იმედი ახლა რომ ამან ნაბული შეიძლება გააკეთოს დაგველოდოს და რაღაც, მაგრამ ჯერ ადრეა მაგაზე მაგის ფიქრი ხო რა. თავარი ახლა ამან იყოს კონტაქტში შენთან. ეხლა დააშვა. არა აქვს მოტრიალდება რა. ეხლა მაგას თავში უნდა დაარტყას რომ ბრახ მე აქ. აი მოდი შენსკენ რა. ახე თვალით გეძებს რა. ხედულობა კარგი ხო? დაღლის. კი და მაგათ აქვს მეხსიერება, თველის მეხსიერება ძალიან მაგარი. ახე როგორ მოდი შენსკენ გეძებს სადაც აიმახსოვრა ბოლოს იყავი. ახლა დაგიწყებს ზევნას. დაუძახე. ჰონდო, ჩემთან. ახე. დაუძახე ხო მოდი. ჰონდო. მაგიტო ნახე ამას იმის განცდა უნდა. ჩემთან. ოიჩ, მოდი აქ. ჰონდო. ჩემთან. ჰონდო. გავშა აზე აღ ნახე მე-13 მე-4 განიურს. თავარი აქამდე მოვიდა და ამან ეს არ წავიდა და იქ წყალში არ წავიდა რა. ანუ გაახსენდა რომ შენ აქ ახარ და მოვიდა შენთან. ეგ ხო მაგიტო მოტრიალდა რა. ეხლა ისევ გავა თავის საინტერესო რაღაცეებს დაუწყებს ზევნას. ეს ბრახ უნდა დაარტყას მე თავში რო აქ არის როლანდი და მოვიდა შენთან რა. გავუშ. ავიდა. 14 წუთია დავდივარ რა. ვისა ენერგიაზეც არის. ეგეც უნდა იყოს რა. კაი გამსვლელი ძაღლია, თავი აწეული უჭირავს. რაღაც ნორმას კარგად უჭირავს. ხო, ნორმას კი რა, კაი ახლა მე დიდად მაგის ექსპერტი არა ვარ რა, მაგრამ რაც ჩემი გამოცდილება. ხო, ძალიან კაი. ყველაზე მაგარი რაც თავი მაღლა უჭირავს. მამამისი უჭირავს თავი რა. ხო. ახე. აი ეს ცხვირი არ უნდა ჩავაყოფილოთ რა, მაგას მე ნელა. თვითონაც რომ გაერკვევა წესით. ნელა ვიაროთ. და თან მე რა, ერთი შეიძლება პირველი 10 წუთი რა. აი ესე უკონტროლოთ ირბინოს თანამ და მე ნელა ლაგდება გონებაში და მაგით ან წარებასთან ერთად გამ პრაქტიკაში მოგვიყვება. არა, ნუ გეშინი გარფერი რა, просто თოკიები ისენია გამული. მოსებია რა. განძურება და აი არაფრის ის არა, შიში. ხო, ეგ კაჭკაჭია უფრი. ცოტა ამ ბუჩქის წინ დავდგეთ რომ გამოვშდეთ რა. ეგ მე დღეში ხო გეუნებოდი აი ის ვარჯიში რომ
აი მალე პონა დაიხო და იქაც ვიცი რომ იმის ტყეში და როგორ არის თვალით ვერ ხედავს და გადის და ამიტომ ეს დამალობანას თამაში მაგრამ მუშაობს რა ცოტა ხა გაჩვდი და ამან არ უნდა მიხვდეს რომ ჩვენ მაგას უახლოვდებით აი ეს უნდა მოგვიახლოვდეს აი მოვიტრიასა და ცხვირია ჩართული და ტყუილა არ დადის რა ეხ სუნები ეს სუნები რო არის რომ დასალაგებელია გვერიგებს ის სუნი ეს მე უნდა განასხვავოს რა ეტაპობრივად დრო და დრო უნდა განასხვავოს რა იქ ქვეყნის სხვადასხვა ფრინველის ფეკალიებია რაღაცეებია და მაგ ოდნავ სხვა სუნი რო ხდება რეაგირებს რა უკვე დიდი ხანი არ მოსულა შენ დაუძახე მიდი ჰონდო ჩემთან შემეთი აღარ გაუმეორო აჰა დაადო თავი და მოდი შენ დაუძახე ხა ჰონდო ჩემთან არა ხო ხედავ რა თავარია იმ დაძახებაზე მაინც შენთან მოვიდა რა ხო რეაგირება აქ ნუ ეს ვირი გამსვლელი არის ხო იცი ახერა ხილაზე ამის დამოკლება და დაპატარება არა პრობლემა შენ ის თქვი ვინც არ გადის და ვისაც გაშლა უნდა იმის მომატება ცოტა გერა კარგად ძნელია რა ხო ეხლა ეს რა მანდილზეც გადის იქ რო ნაბული გააკეთოს სპრინტერი უნდა ვიყო რომ მივასწრო ხო მაგრამ არ გადის მას შორს არ ქვია მას შორს გას ეს ნორმალური სამუშაო მანძილებს რაღაცა ხო დაჯდობია მანდანზე მან ნახე ახე მიდი ხონდო მოვუართ ეს გაუსწორებია თანამდე არ იყო ეს და მოვუართ ბევრი გაქვს საშრომი და ეგეც უნდა იყოს რა აბა საჭრომა ეზარება ხო ხვდები რა არის მორჩილება არ უნდა გაყვირებდეს არ უნდა გიშინდეს ნერვებს სიამოვნებას უნდა განიჭებდეს რა იმატა არა ისე ვიძახთან არის არა ესენი მე მგონი ჩვენები არის ხო ის აღნახე ანუ ჩვენები არიან ხო ახო და ბექა კი ახლა რაღაცა სუტრიალებენ ორი ახლა დაადო დაანებო თავი და წარა მოყვება უნდა დაანებოს თავი და წამოვიდეს რა დაუძახე ჰონდო რაკეთ აი ცოტაზე მივარ და აგე ორიც ვიც მოიც სად გადაждდება ჰონდო ჩემთან მოდი აქ ჰონდო
არა მოდის ostad შეთავისვის და ის რა წამოაქე რა დაუშალე როლან დაუშალე დამოდნავ და მოვტრიალდით რა ჯერ მერცხალი შემოდის ხოლმე და მერე მოვაჩებიც მაგას ამბობ მე სულ არ გვერდები ჩემთა სახში მოდიან ხოლმე მერცხლები ჯერ არ მოსულა რა მოკლედ რასაც მოვლოდით ის სურათი გამართლდა ჩვენი მოლოდინი კონტაქტი ნაკლებად აქვს ესე თუ ისე კონტაქტობს მაგრამ ისი არა როგორც უნდა იკონტაქტოს ზაღლმა ხედავს ტრიალდება კიდევაც მაგრამ შორს გადის დაძახილზე ანუ ბევრჯერ უნდა გამეორება რომ რეაგირება ჰქონდეს ხან მაგაზეც არა აქვს რეაგირება და მოკლედ სეზონამდე სამუშაო ბევრია რა მაგიტომ მინდოდა დღეს ჩამეწერა გადამეღო და გვენახა განსხვავება რა ეტაპობრივად როგორ განვითარდება Hondo, იმიტომ რომ წვირი აქ ჩართული, აი ახო ზახთან ერთადაც მოახერხა. ნუ ეხლა ის შეხვედრა არ იყო ფრენად უბრალოდ წააწდა რა წვირით მუშაობა არ ქონდა. ხო, ნუ ალბათ უფრო ზახთან მივიდა. ზახთან მივიდა და ჯერ მაგი ვერ მომენტისთვის უკვე ძალიან კარგია. ვერ განასხვავებდა მაგი ფრინველის მწყერის და სხვა ფრინველის, სხვა ფრინველზე ქონდა რეაქცია. ანუ ჟინი აქვს, სისწრაფე აქვს, ტოლო აქვს, ანუ კაი აზარტი აქვს, რაც თავარია, არ ჩერდება, კარგად დარბის. ანუ საქმეს ესე რომ ვთქვა, არიც რას აკეთებს, მაგრამ რო დაალაგებს, საქმეს გააკეთებს. ამიტომ ეს ვიდეოც იმიტომ არ და იმათვის, რომ ყველას რომ ეკითხებიან, როდის დავიწყო ძაღლის გეშვა, ძაღლის ცვნა, რა ასაკიდან. თავიდანვე აუცილებელია ძაღლი ჯერ გაიწვნას და შემდეგ გადავიდეთ გეშვაზე. აუცილებლად, იმიტომ ბევრი ხდება, რომ გაყავთ ძაღლი ჯერ საგიშად, გადიან მინდორში, მინდორში გასვლასაც თავის ცოდნა უნდა, რა უნდა აკეთო მინდორში, როგორ უნდა აკეთო ყველაფერი, მე აწდებიან პრობლემას და უწყევთ უკან გადახვევა და უკან თავიდან რაღაცების კეთება. ამიტომ არ დაიზარო თავიდანვე გაცვენი ძაღლები და ეტაპობრივად გადადით გეშვაზე რა. რასაც დავაკვირდი დღეს, რაც უფრო ბევრი ბრძანება იცის და გამჯდარი აქვს ძაღლს ბრძანებები, უფრო კარგია მინდორში უფრო მეტ გასიამოვნებს რა. მინდორში სიამოვნება გადადის მე ნადირობაში რა თქმა უნდა. ხო რა. კი რა თქმა უნდა. ეგაა განსხვავება ძაღლი რომელიც მუშაობს შენთვის და რომელიც მუშაობს თავისთვის რა და დიდი მადლობა არხის გამომწერებო, თხოვთ გამოიწეროთ არხი ვინც გვადენებს თვალს და დანარჩენ ვიდეოებს კიდე შემოწმოთ. კი, ნახოთ ახლა დავტოვოთ ერთი 10 დღის მერე გამოვიყვანთ ალბათ ისევ და უკვე გამოჩნდება რა იქნება ნამუშევარი, როგორ, რას გაითავისებს, რას ვერ გაითავისებს და იმედია დახვეწავს ნელ-ნელა რა. წინაპირობა ყველაფრის კარგი აქვს და ვნახოთ დანარჩენი. დიდი მადლობა. ეგა და გორის ციხე. ეგა ისო.